ყველა მიცის, რომ აშშ შეიარაღებულ ძალებს 6 შტო აქვს. არმია, საზღვაო ფლოტი, საზღვაო ქვეით, საზღვაო ქვეითები, საჰაერო ძალები, სანაპირო დაცვა და კოსმოსური ძალები. და ყველა ფიქრობს, რომ ამერიკული ძალა მხოლოდ ერთ გზას იყენებს. მილიარდობით დოლარის ღირებულების ავიამზიდებით, სტელს გამანადგურებლებით, საზღვაო ქვეითთა ბატალიონებით, რომლებიც კარს ამტვრევენ. მაგრამ დააკვირდით პენტაგონის ბოლო ბიუჯეტის მოთხოვნას. რაღაც ისე არ არის. ანომალია. უზარმაზარი თანხა, რომელიც უფრო დიდია ვიდრე АСС-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთელი წლიური ბიუჯეტი. ის არ ეკუთვნის არმიას, არ ეკუთვნის საზღვაო ფლოტს და არ ეკუთვნის საჰაერო ძალებს. ეს თანხა აფინანსებს ოფისს, რომლის შესახებაც ამერიკელების უმეტესობას არაფერი სმენია. სონო ოფისის მისია იბრძოლოს შემდეგ ომში თაივანის გამო. მას ეწოდება თავდაცვის ავტონომიური ომის ჯგუფი, ან მოკლედ DOG. ის აშენდა საიდუმლოდ, მასზე არასდროს ჩატარებულა კენჭისყრა და ის არის АСШ-ს ომის მომავალი. საკითხი არ არის მუშაობს თუ არა ის, არამედ ვის ემორჩილება როცა მუშაობს. როდესაც პენტაგონმა გამოაქვეყნა თავისი თითქმის 1 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის მოთხოვნა 2027 ფინანსური წლისთვის, თანხა რომელიც აღემატება შვეიცარიის მთელ MŠP-ს, თავდაცვის ჟურნალისტებმა ის გააკეთეს, რასაც ყოველთვის აკეთებენ. გადაფურცლეს იმ ნაწილზე, სადაც ავიამზიდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები ან ახსენები. მათ გადაავლეს თვალი მთლიანობას და სახლში წავიდნენ. მაგრამ ამ დოკუმენტში დაფარული იყო ერთი ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც არავინ ელოდა. F-25-ის პროგრამას უმცირებენ დაფინანსებას მნიშვნელოვან მიმართულებებში. ავიამზიდების მშენებლობა კიდევ უფრო გადაიწია. ძველი Reaper-ის დრონების ესკადრილიებს უფრო სწრაფად აცილებენ, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ძველი სისტემები იგვიანებს, იჭრება ან სტრუქტურირდება თავიდან. მაგრამ როგორღაც საერთო ბიუჯეტი გაიზარდა. ესეთი ზრდა თავდაცვაში არ ხდება. არც მშვიდობიან დროს და მით უმეტეს არა ესეთ მასშტაბზე. ვერ შეძლებ გამანადგურებლების შემცირებას, ადადება ავიამზიდების გადადებას, გემთმშენებლობის შენელებას და ძველი სისტემების პენსიაზე გაშვებას იმ დროს, როცა ხარჯებს ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდი. არითმეტიკა მხოლოდ ერთ დასკვნას გვაძლევს. უზარმაზარი თანხა გადადის ძველი არსენალიდან და მიმართულია რაღაც სხვა მიმართულებით. რაღაც, რაც არც ერთ ბიუჯეტურ ხაზში არ ჩანს. თავდაცვის ინდუსტრიის სპეციალურმა გამოცემებმა ეს გამოტოვეს. საკაბელო ახალი ამბების სიუჯეტებმაც გამოტოვეს. მაშინაც კი, როცა კონგრესის თანამშრომლებმა, რომლებმაც შესწორებები დაწერეს, ეს ვერ შენიშნეს, რადგან ფული იქ არ იყო, სადაც მათ ეგონათ. ესე რომ, თუ პენტაგონი ძველი ძალების ნაწილებს ამცირებს, მაგრამ ამავე დროს უფრო მეტ ფულს ხარჯავს ვიდრე ოდესმე, ერთი აშკარა კითხვა ჩნდება. რას აშენებენ ისინი სინამდვილეში? რაც ამ ანომალიას ასე უცნაურს ხდიდა, მხოლოდ მისი ზომა არ იყო, არამედ სიჩქარეც. პენტაგონის ბიუჯეტის ძირითადი ცვლილებები, როგორც წესი, ნელა ხდება წლების განმავლობაში და ზოგჯერ ათწლეულებიც სჭირდება. მთელი კონგრესმენების კარიერები აშენებულია არსებული პროგრამების ცვლილებებისგან დაცვაზე. F-22-ის მასშტაბის გაზრდას წლები დასჭირდა. Ford-ის კლასის გამართლება წლები გაგრძელდა. ძველი სისტემების გაუქმებაც კი, როგორც წესი, პოლიტიკურ ბრძოლად იქცევა. მაგრამ ეს ფული სხვანაირად გადანაწილდა. თითქოს პენტაგონს ჯეროდა, რომ დრო ეწურებოდა. ეს მთლიანად ცვლის ბიუჯეტის მნიშვნელობას, რადგან ბიუროკრატიები ინერციას მხოლოდ ორ შემთხვევაში თმობენ: კატასტროფული მარცხის ან გარდაუვალი საფრთხის დროს. პენტაგონის თითოეულ დოლარს თავისი დანიშნულება აქვს. ყველა დეპარტამენტი, არმიიდან კოსმოსურ ძალებამდე და სანაპირო დაცვამდე თავის წილს იღებს. მაგრამ სპეციალური ოპერაციების სარდლობა, ანუ SOCOM-ი, განსხვავებული. ის მართავს ქვეყნის ყველაზე სენსიტიურ მისიებს. ტერორიზმთან ბრძოლას, ძევლების გათავისუფლებას, პირდაპირი მოქმედების ოპერაციებს, მაღალი ღირებულების სამიზნეების წინააღმდეგ. მას აქვს საკუთარი შესყიდვების უფლებამოსილებები და საკუთარი შესყიდვების გზები. არსებობს გრძელვადიანი ისტორია სისტემების დანერგვისა, რომელთა შესახებაც პენტაგონის გარეთ არავინ იგებს წლების შემდეგამდე. ამ სარდლობის შიგნით იყო ოფისი, რომელსაც 2025 წელს 225,9 მილიონი დოლარის ბიუჯეტი ჰქონდა. 2027 ფინანსური წლისთვის პენტაგონმა იმავე ოფისისთვის 54,6 მილიარდი დოლარი მოითხოვა. და ეს მილიარდი შეცდომა არ არის. ეს არის 24,000%-იანი ზრდა ერთ ბიუჯეტურ ციკლში. 12 თვეში. ეს არის ყველაზე დიდი წლიური ზრდა პენტაგონის ნებისმიერ პროგრამასა თუ ოფისში. შეადარეთ ეს საზღვაო ქვეითებს. მათმა მოთხოვნამ იმავე წელს შეადგინა 52,8 მილიარდი. ყველა საზღვაო ქვეითი ბაზაზე მთელ მსოფლიოში. ვერტმფრენები, ამფიბიური გემები, ხელფასები, წვრთნები,
ყველაფერი დაფინანსებულია დაახლოებით იმავე მასშტაბით, როგორც ეს ანომალია. იგივე ბიუჯეტის მოთხოვნაში კიდევ ერთი სიახლე იყო. თავდაცვის მთელი დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ცალკე დაფინანსება ავტონომიური სისტემებისთვის, მილიარდები საჰაერო დრონებისთვის, ავტონომიური ზედაპირული ხომალდებისთვის, სახმელეთო რობოტებისთვის და პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც მათ აერთიანებს. ასეთი თანხა შემთხვევით არ ჩნდება. ყველაფერი ამაში განზრახულია. დანიშნულება, მდებარეობა, თანხა. ვიღაცა პენტაგონში ჩეკებს აწერს ხელს და მათ გადაწყვიტეს, რომ შემდეგი ომი არსებული მარაგით ვერ იწარმოებს. ეს უბრალოდ საკმარისი არის. ფულის კვალს თუ გახვევით, ის მიგიყვანთ პროგრამამდე, სახელად რეპლიკატორი. პენტაგონის უმეტეს პროგრამას ისეთი სახელები აქვს, რომ ადვილად დაგავიწყდეს. აბრევიატურები, აბრევიატურებზე აგებული. მაგრამ რეპლიკატორი განსხვავებულია. ეს სახელი ბევრს ამბობს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, როგორც ჟღერს. სისტემა, რომელიც შექმნილია ათასობით იდენტური ერთეულის მასშტაბურად და სწრაფად წარმოებისთვის. რეპლიკატორი 2023 წლის აგვისტოში გამოცხადდა. მიზანია დაახლოებით 2 წელიწადში ათასობით დაკარგვაზე გათვლილი ავტონომიური სისტემა განთავსდეს სხვადასხვა დომენში. დაკარგვაზე გათვლილი არის საკვანძო სიტყვა. პენტაგონის ტერმინოლოგიაში ეს ნიშნავს რაღაცას, რასაც სამხედროები ელიან, რომ განადგურდება. იარაღი, რომელიც იმდენად იაფია, რომ მისი დაკარგვა შეიძლება. ეს არის საპირისპირო F-35-ის. ტრადიციული პენტაგონის შესყიდვები ხორციელდება JCC-ის, ანუ ერთობლივი შესაძლებლობების ინტეგრაციისა და განვითარების სისტემის მეშვეობით. აქ ტარდება დამტკიცების პანელები და ტესტირების მიმოხილვები. ასევე უამრავი კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტი. ASHS-ის ძირითადი შეიარაღების სისტემის სტანდარტული ვადაა 7-დან 10 წლამდე. F-35-ის პროგრამა დაიწყო 2001 წელს. პირველი ესკადრილია საბრძოლო მზადყოფნის საწყის ეტაპს მხოლოდ 2015 წელს მიაღწია. 14 წელი. რეპლიკატორის მიზანი იყო 18-დან 24 თვემდე ამ ვადაში ჩასატევად, რეპლიკატორმა მთლიანად გამოტოვა JCIDS. მან გამოიყენა სპეციალური შესყიდვის უფლებამოსილებები, რომელსაც პენტაგონი ჩვეულებრივ მხოლოდ საგანგებო სიტუაციებისთვის ირენებს. პენტაგონმა 2025 წლისთვის ათასობით სისტემის მიწოდება დააბირა. პროგრამის მონიტორინგის ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ მხოლოდ ასეულობით სისტემა მიაღწია რეალურად მზადყოფნის დონეს. ეს გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემებით, მიწოდების ჯაჭვის საკითხებით და პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებით, სხვა მიზეზებთან ერთად. შემდეგ უკრაინამ ყველაფერი შეცვალა. იაფასიანმა კვადროკოპტერებმა მილიონობით ღირებულების ტანკების განადგურება დაიწყეს. რაც 2022 წელს რუსეთის ჩვეულებრივ გამარჯვებად მოიაზრებოდა, საბოლოოდ დრონების მიერ წარმართულ ომად გადაიქცა. ზღვის დრონებმა შავი ზღვის ფლოტი უკან დაახევინეს, ხოლო დეცენტრალიზებულმა წარმოებამ ტემპით გადაასწრო ტრადიციულ თავდაცვის კონტრაქტორებს. 2025 წლისთვის უკრაინა გავრცელებული ინფორმაციით თვეში 100,000-მდე იაფფასიან მსხვერპლისთვის განკუთვნილ სისტემას აწარმოებდა. დრონი, რომელიც მეორად ავტომობილზე ნაკლებად ღირს, ანადგურებდა იარაღის სისტემებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყო აშენებული. ამ გააზრებამ პენტაგონის 10 წლეულების განმავლობაში არსებული წარმოდგენები დაამსხვრია, რადგან იგივე განტოლება შეიძლება ამერიკულ ავიამზიდებს, თვითმფრინავებსა და ტანკებსაც დაუპირისპირდეს. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ რეპლიკატორი გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც მიზნები ააცილა, პენტაგონმა ეს იდეა გააფართოვა. რეპლიკატორის საბოლოო პროგრამა არ ყოფილა. ის იყო პროტოტიპი. და პროტოტიპები მხოლოდ ერთი მიზეზით არსებობს, რომ გამოსცადონ შეძლებს თუ არა სრულიად ახალი მოდელი რეალობასთან შეხების გადატანას. პენტაგონმა რეპლიკატორის დროს რაღაც ისეთი ისწავლა, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვადების გაცდენა. მან ისწავლა, რომ სილიკონის ველი იარაღებს უფრო სწრაფად ავითარებს, ვიდრე ტრადიციული თავდაცვის სექტორი. PowerPoint-ის სლაიდების დამტკიცებას ასწრებს. Startup შეუძლია ტექნიკის დიზაინის შეცვლა რამდენიმე კვირაში, ან პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ერთ ღამეში. ტრადიციული შესყიდვები აგებულია სტატიკურ სისტემებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობს. ავტონომიური ომი კი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ეს მოდელი ვერ გადარჩება. ავტონომიურობა ცვლის იმას, თუ რა არის იარაღის სინამდვილეში. თანამედროვე სამხედრო ისტორიის უმეტეს ნაწილში პლატფორმა იყო მთავარი. ტანკი, ნაღმოსანი, სტელს ბომბდამშენი. ფიზიკურ მანქანას ჰქონდა მთავარი ღირებულება. ეხლა პროგრამული უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის შასი, რომელიც მას ატარებს. დრონის კარკასის შეცვლა საათებში შეიძლება. ავტონომიის სტეკი, რომელიც ათასობით სისტემას კოორდინირებს, ასე ადვილად ვერ შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ პენტაგონი კოდს ახლა ისე ეკიდება, როგორც ადრე ბირთვულ წყალქვეშა ნავებს. როგორც სტრატეგიულ უპირატესობას, რომელსაც ძალთა ბალანსის განსაზღვრა შეუძლია. ანდურილი, შილდიაი, სარონიკი, სკაიდიო მათი უმეტესობა დაარსეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა და სტარტაპების დამფუძნებლებმა, არატრადიციულმა თავდაცვის ხელმძღვანელებმა. ანდურილი ყველაზე ნათელი მაგალითია.
2017 წელს Palmer Lucky Smear დაარსებული კომპანია, მას შემდეგ რაც მან Oculus-ი Facebook-ს მიყიდა, თითქმის მაშინვე გადავიდა ვირტუალური რეალობიდან თავდაცვის ტექნოლოგიებში. რამდენიმე წელიწადში კომპანიამ ასეულობით მილიონი დოლარის, შემდეგ კი მილიარდების ღირებულების კონტრაქტები მოიგო. 2026 წლის მარტში არმიამ Andurils 10 წლის განმავლობაში 20 მილიარდ დოლარამდე ღირებულების შეთანხმება გადასცა. კომპანია არ არის ორიენტირებული ავიამზიდებზე ან ტანკებზე. მისი ძირითადი პროდუქტი არის პროგრამული უზრუნველყოფა სახელად Lattice. ის შექმნილია იმისთვის, რომ დააკავშიროს სენსორების მონაცემები დრონებიდან, რადარებიდან, თანამგზავრებიდან, კამერებიდან და ავტონომიური პლატფორმებიდან ერთ ოპერაციულ სურათში. კოორდინაციის ფენა ჯგუფებისთვის. Saronic აშენებს ავტონომიურ გემებს. Shield AI ქმნის ხელოვნური ინტელექტის პილოტებს. Skydium გაზარდა ტაქტიკური დრონების წარმოება. მას შემდეგ, რაც ჩინურად წარმოებული სისტემები ოპერაციული გამოყენებიდან ამოიღეს. ერთად ამ კომპანიებმა შექმნეს რაღაც, რაც პენტაგონს აქამდე არ ჰქონდა. პარალელური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელიც ოპტიმიზებულია ავტონომიური ომისთვის და არა ცივი ომის შესყიდვების ციკლებისთვის. ვენჩურული კაპიტალი სწრაფად მოჰყვა. მილიარდობით დოლარი ჩაიდო თავდაცვის ტექნოლოგიებში 2000-ში 2022-დან 2025 წლამდე. ფონდები, რომლებიც ადრე მომხმარებლის აპებს ეძებდნენ, ეხლა ავტონომიური ომის სტარტაპებს დაედევნენ. მსხვილი მთავარი კონტრაქტორები არ გამქრალა, ისინი არ გაქრებიან, მაგრამ შესყიდვების მიზიდულობის ცენტრი შეიცვალა. პენტაგონის ყველაზე გადაუდებელი დაფინანსება აღარ მიედინება ბეთესდაში ან არლინგტონში. ის მიედინება Costa Mesaში, Austinში, San-Diegoში და ოჰაიო შტატის Pickaway საგრაფოში მდებარე 5 მილიონ კვადრატულფუტიან ობიექტში, რომელსაც Arsenal One იქვია. სწორედ იქ დაიწყო Anduril-მა Fury-ს საბრძოლო დრონების წარმოება 2026 წლის მარტში, გრაფიკზე 3 თვით ადრე. ინდუსტრიული სიმძიმის ცენტრი გიგანტური გემსაშენებიდან რობოტიკის ქარხნებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კამპუსებისკენ, ასევე დრონების ასამბლეის ხაზებისკენ გადაინაცვლა და პენტაგონის პერსონალის სისტემაც მასთან ერთად დაიწყო ცვლილება. მან დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების როტაცია ერთიან თავდაცვის დავალების პლატფორმაზე, სახელად Gig Eagle. არა ჯარისკაცები, არამედ კოდერები. დაახლოებით 4500 ინჟინერი იყო როტაციაში გაშვებისას 2024 წლის აპრილში. და ეს რიცხვი 2025 წლის შუა პერიოდში 13000 გადააჭარბა. პენტაგონი აღარ იწვევდა მხოლოდ ჯარისკაცებს. ის იწყებდა პროგრამისტული პოტენციალის მოზიდვას კოდირების სახით. ეს არ იყო მასობრივი მობილიზაცია, არამედ უბრალოდ ქსელის მობილიზაცია. მაგრამ რისთვის არის ეს ყველაფერი? რა ტიპის მტერი მოითხოვს ძალას, რომელიც უფრო სტარტაპს გავს ვიდრე არმიას? პასუხი: წყნარ ოკეანეში. წლების განმავლობაში ამერიკელი სტრატეგები თვლიდნენ, რომ წყნარი ოკეანე შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს ეკუთვნოდა. მეშვიდე ფლოტი 1945 წლიდან ამ წყლებში დომინანტურ ძალას წარმოადგენდა. ეს წარმოდგენა დაახლოებით 2018 წელს დასრულდა. ჩინეთს ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი ჰყავს, გემების რაოდენობით 370-ზე მეტი გემი. აშშ-ს საზღვაო ფლოტს 300-ზე ნაკლები ჰყავს. ეს სხვაობა ყოველწლიურად იზრდება. ჩინეთის გემთშენებლებს გამანადგურებლის აშენება დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებ დროში შეუძლიათ ვიდრე ამერიკელებს. მაგრამ გემების რაოდენობა რეალური პრობლემა არ არის. პრობლემა რაკეტა. ჩინეთმა წლები დახარჯა ანტისაზღვაო ბალისტიკური რაკეტების DF-21D-სა და DF-26-ის განვითარებაში. ისინი შექმნილია ერთი მიზნისთვის. დაარტყან ავიამზიდს ღია ოკეანეში 1000-ზე მეტი მილის დაშორებიდან. თუ ეს რაკეტები დაგეგმილივით იმუშავებს, ტაივანთან ახლოს მოქმედი ყოველი ამერიკული ავიამზიდი დიდ ომში თითქმის მხისიერად გახდება სამიზნე. Ford-ის კლასის ავიამზიდზე 1000-ობით მეზღვაურია. ერთის დაკარგვა კატასტროფული იქნებოდა. სწორედ ამიტომ პენტაგონმა შეწყვიტა ჩინეთთან გემების რაოდენობით შეჯიბრება. გეოგრაფია ამ მახეს გარდაუვალს ხდის. ტაივანი დაახლოებით 100 მილის დაშორებით მდებარეობს ჩინეთის მატერიკიდან. ნებისმიერი შეჭრის ფლოტი, რომელიც სრუტეს გადაკვეთს, ქმნის მოკლე მოწყობილობის ფანჯარას მანამ, სანამ ჯარები პლაცდარმს არ დაიკავებენ. მაგრამ ტრადიციულ ამერიკულ ძალის პროექციას უჭირს რაკეტების მოქმედების არეში. რაც უფრო ახლოს მიდიან ამერიკული ძალები ტაივანთან, მით უფრო დაუცველები ხდებიან ისინი. რაც უფრო შორს რჩებიან ისინი, მით უფრო რთული ხდება დროულად ჩარევა. ძველი მოდელი გეოგრაფიის პირობებში ვერ მუშაობს. ერთადერთი რაც ამხარვეს ავსებს, მასა. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ ემზადება წყნარ ოკეანეში გამარჯვებისთვის, მხოლოდ ავიამზიდებით. ის ემზადება, რომ საბრძოლო სივრცე მანქანებით გაავსოს. 2024 წლის ივნისში ადმირალმა სამუელ პაპარომ საჯაროდ ერთი ფრაზით აღწერა ეს სტრატეგია. Hellscape. მინდა ტაივანის სრუტე ვაქციო უპილოტო ჯოჯოხეთად. თუ ჩინეთი შეჭრას დაიწყებს, შეერთებული შტატები მაშინვე ავსებს სრუტეს ავტონომიური სისტემებით. 1000-ობით მათგანი უკვე მოლოდინში იქნება. მიზანია, ჩინეთისთვის შეჭრის გადაწყვეტილება იმდენად მტკივნეული გავხადოთ,
რომ პეკინმა აზრი შეიცვალოს. ისინი ცდილობენ თაივანის არმიას საკმარისი დრო მისცენ მოსამზადებლად და გამაგრებისთვისთვის. სურთ რომ ამერიკული კონვენციური ძალები პოზიციებზე გადავიდნენ გარე ზეწოლის გარეშე. იმ რაოდენობას, რომელიც Hellscape-ის განხორციელება სჭირდება, თავბრუდამხვევია. სრუტეში იმდენი ავტონომიური სისტემა არის განთავსებული, რომ არც ერთი ჩინური ხომალდი ვერ გადაადგილდება 300 ფუტით ისე, რომ სენსორს ან საბრძოლო თავკომბალას არ გადაეკაროს. წარმოიდგინე მანჰეტენის ზედაპირის ფართობი. ყველა პარკი, ყველა ქუჩა, ყველა სახურავი. ეხლა დაფარე იმ კუნძულის ყოველი კვადრატული ინჩი პატარა ავტონომიური მანქანების ფენით, რომელიც ყოველ 10 წუთში ერთხელ ახდება. ეს არის სიმჭიდროვე, რომელსაც Hellscape მოითხოვს. ესეთი მასშტაბის ავტონომიურ ომს ანალოგი არ აქვს. უკრაინამ ამ მომავლის ფრაგმენტები აჩვენა. Hellscape ამას ინდუსტრიულ სისტემად აქცევს, ხოლო ინდუსტრიული სისტემები ქმნის სამხედრო აღჭურვილობის ახალ ტიპს, უზრუნველყოფას მანქანის სიჩქარით. ავიამზიდის დარტმის ჯგუფს შეუძლია თვეების განმავლობაში იმოქმედოს, სანამ ტექნიკური მომსახურება დასჭირდება. ავტონომიური ომი კი ტექნიკას უწყვეტად ანადგურებს. დრონები ვარდება, სენსორები ფუჭდება, ბატარეები წვდება. ელექტრონული ომი აზიანებს პროგრამულ უზრუნველყოფას და წვავს კომპონენტებს. ჯოჯოხეთეთური გარემო მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ შემცვლელი სისტემები უწყვეტად მიეწოდება ფრონტს უფრო სწრაფად, ვიდრე მტერი მათ გაანადგურებს. ქარხნები ხდება განადგურების ჯაჭვის ნაწილი. მომარაგების ჯაჭვები სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად იქცევა. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ოპერაციულ რესურსებად იქცევიან. უცებ ბიუჯეტის ციფრებს აზრი ეძლევა. პენტაგონი აღარ აფინანსებს მხოლოდ პროტოტიპებს. ის აფინანსებს ომის შემდეგ თაობას. ის აფინანსებს წარმოებას, რადგან ავტონომიური ომი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ სისტემები ომამდე უკვე არსებობს. თქვენ ვერ შექმნით დრონების გუნდებს მას შემდეგ, რაც რაკეტები აფრინდებიან. მაგრამ სწორედ აქ აწყვეტება გეგმა კედელს. ყველა ამერიკული სამხედრო სტრუქტურა აგებულია ადამიანის გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე. საზღვაო ავიამზიდის დარტმის ჯგუფს ერთი ადმირალი მართავს. საჰაერო ძალების გამანადგურებელ ავიაფრთას პოლკოვნიკი მართავს. არმიის ბატალიონს ლეიტენანტ პოლკოვნიკი ხელმძღვანელობს. ყველა ეს სტრუქტურა აგებულია ბრძანების ჯაჭვზე, რომელიც წუთებსა და საათებში იზომება. ჯოჯოხეთის ლანდშაფტი ადამიანურ დროზე არ მუშაობს. თუ ათასობით ავტონომიური სისტემა ერთდროულად გადაადგილდება ტაივანის სრუტეში, ვერც ერთი ადმირალი ვერ მისცემს ინდივიდუალურ ნებართვას თითოეულ შეტაკებაზე. სისტემებმა უნდა ამოიცნონ საფრთხეები, შეათანხმონ რეაგირება და იმოქმედონ მილიწამებში. ამისთვის სრულიად განსხვავებული სარდლობის სტრუქტურაა საჭირო. ტრადიციულ სამხედრო სტრუქტურაში დოქტრინა ნელა იცვლება. ბრძანებები იერარქიულად ქვემოთ გადადის. ავტონომიური სისტემები ქცევას ცვლიან პროგრამული განახლებების საშუალებით, რომლებიც წუთებში გლობალურად ვრცელდება. სამიზნე მოდელი, რომელიც კალიფორნიაში გადაიწერება, შეიძლება შეცვალოს ბრძოლის ველის ქცევა წყნარ ოკეანეში მზის ამოსვლამდე. ეს ნიშნავს, რომ მომავალი ომები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ადამიანებს მათი გაანალიზება შეუძლიათ. არა იმიტომ, რომ მანქანებს ცნობიერება გაუჩნდათ, არამედ იმიტომ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ციკლები ახლა უფრო სწრაფია, ვიდრე სამხედრო ბიუროკრატია თავად. პენტაგონის შიდა დოქტრინა ავტონომიურ იარაღზე მოითხოვს იმას, რასაც ოფიციალური პირები ძალის გამოყენებაზე ადამიანის შესაბამის განსჯას უწოდებენ. ეს ფრაზა განზრახ ბუნდოვნად დაიწერა. თარგმანი საკმაოდ მარტივია. ადამიან გენერალს შეუძლია წესების ნაკრებს ხელი მოაწეროს. ჩაერთეთ ნებისმიერ ხომალდთან ამ გეოგრაფიულ ზონაში, რომელიც ამ კლასიფიკაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. დრონები შემდეგ იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ჩართვაზე ამ ზონაში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჯოგური ომი სწრაფად იმუშაოს. ეს ასევე მკვეთრად განსხვავდება იმგან, თუ როგორ აქვს შეერთებულ შტატებს ნებადართული სასიკვდილო ძალის გამოყენება თავისი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მაგრამ არსებობს იურიდიული პრობლემა. აშშ-ში შეიარაღებული ძალების ახალი შტოს შექმნა კონგრესის აქტს მოითხოვს. არა აღმასრულებელ ბრძანებას, არა პენტაგონის დირექტივას, არამედ კანონ პროექტს, რომელიც ორივე პალატამ უნდა მიიღოს და პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. უახლესი მაგალითია კოსმოსური ძალები 2019 წლის დეკემბერში. ავტონომიური სრი საბრძოლო ძალებისთვის მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს. საზოგადოებრივი მოსმენები მეშვიდე შტოს შექმნის შესახებ არ ჩატარებულა. არც პლენარული კენჭისყრები, არც ოფიციალური სამსახურის ავტორიზაცია. მიუხედავად ამისა, პენტაგონმა ბიუჯეტი უკვე შეადგინა. მან აიყვანა ტექნოლოგიური კომპანიის პერსონალი. უკვე დაწერილია ომის გეგმა წყნარი ოკეანისთვის. ოკეანს რეალურ კითხვას აჩენს. თუ კონგრესს ახალი შტო არასდროს დაუმტკიცებია, მაშინ ზუსტად რა არის ეს? პასუხი თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზაციულ სქემებში იმალება. პენტაგონს გვერდისავლის გზა აქვს. მას ერთობლივი ოპერატიული დაჯგუფება ეწოდება. ეს არის სარდლობის სტრუქტურა, რომლის არსებობასაც კონგრესის ნებართვა არ ჭირდება. იგივე მექანიზმია, რომელმაც 1980 წელს ერთობლივი სპეციალური ოპერაციების სადლობა შექმნა.
ეს სარდლობა დღესაც არსებობს და პენტაგონი მას კვლავ იყენებს. და DOG სწორედ ეს გვერდის ავლის გზაა. 45.6 მილიარდი დოლარის ოფისი, რომელიც სპეციალური ოპერაციების სარდლობაშია განთავსებული. ბიუჯეტის ფარული დანიშნულება, რომელიც საზღვაო ქვეითების ბიუჯეტზე უფრო დიდი იყო. 2027 ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ანგარიშებში DOG აღწერილია როგორც მომავალი ავტონომიური საომარი სარდლობის ბირთვი. ASS-ის კიბერსარდლობის ანალოგი. ოფიციალურად არ არის სამხედრო ძალა, მაგრამ სულ უფრო მეტად ფუნქციონირებს როგორც ასეთი. მისი სწრაფი შესყიდვების მექანიზმები და პოლიტიკური მხარდაჭერა ტრადიციული სამხედრო ძალებისგან, რომლებიც სხვაგვარად ბიუჯეტისთვის იბრძოლებდნენ. სამხრეთის სარდლობის ვერსიაც უკვე შენდება. სამხრეთის სარდლობის ავტონომიური ომის სარდლობა, ანუ SOG-ი, 2026 წლის დასაწყისში გამოცხადდა. ის პირდაპირ ითანამშრომლებს DOG-თან ლათინურ ამერიკაში ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართულ drone ოპერაციებში. ორი რეგიონული ავტონომიური ომის სარდლობა. არც ერთი მათგანი კანონით არ ითვლება სამხედრო ძალად, მაგრამ ორივეს ჰყავს საკუთარი უპილოტო ძალები. ერთადერთი რაც აკლია არის ფორმალური კონგრესის აღიარება და შეიძლება ეს ბუნდოვანება განზრახ იყოს. ეს არის სამხედრო ძალების მეშვიდე შტო ყველაფერში, გარდა სახელისა. ძალა, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული სახელი, კონგრესისთვის უფრო რთული გასაკონტროლებელია. ზედამხედველობა უფრო რთული ხდება. უცხოური სადაზორო სამსახურებისთვის მისი სტრუქტურის გაშიფრა უფრო ძნელია. რუსეთს და ჩინეთს ორივეს ჰყავთ ჯაშუშური სამსახურები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ ამერიკული სამხედრო განლაგებისა და სტრუქტურის გასაშიფრად. მათ იციან, რამდენი F-35 ყავს საჰაერო ძალებს. მათ იციან, რამდენი წყალქვეშა ნავი დგას Pearl Harbor-ში ნებისმიერ დღეს. მათ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია აქვთ იმ ძალაზე, რომელსაც არ აქვს საკუთარი შენობა ან სამხედრო შტო. იქ შედეგები მხოლოდ საბუთებს არ ეხება. DOG რამდენიმე თვეში შეიქმნა და დაფინანსდა ბუღალტრული კატეგორიებით, რომელთა შესახებაც ამერიკელების უმეტესობას არასდროს სმენია. ის იმ ომზეა გათვლილი, რომლისთვისაც პენტაგონი აქტიურად ემზადება, თუმცა ამის შესახებ ამერიკელების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს. ძალის ასეთი გზით შექმნას რეალური შედეგები აქვს. პირველი არის კონტროლი. კონგრესის კომიტეტებს ჩამოყალიბებული აქვთ ჩვევები, არსებული სამხედრო შტოების დეტალურად შესწავლისთვის. წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს აქვს ქვეკომიტეტები ტაქტიკური ავიაციისთვის, საზღვაო ძალებისთვის და სტრატეგიული ძალებისთვის. ავტონომიური ომისთვის ქვეკომიტეტი არ არსებობს. სენატორები Roger Wickry და Mike Rogersi თავმჯდომარეობდნენ წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს. ორივემ საჯაროდ გააფრთხილა, რომ ესეთი მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცება ზედამხედველობის გარეშე არ შეიძლება. არც ერთს არ შეუჩერებია ბიუჯეტის მოთხოვნის წინსვლა. მეორეა შესრულება. ოფის, რომელმაც გასულ წელს 225.9 მილიონი დოლარი დახარჯა, არ ყავს საკმარისი კონტრაქტის პერსონალი, რომ 54.6 მილიარდი დოლარი 12 თვეში დახარჯოს. რეპლიკატორმა უკვე ვერ შეასრულა თავისი მიზნები. თავდაცვის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ DOG პირველ წელს თავისი ბიუჯეტის 60%-ზე ნაკლებს დახარჯავს. მესამეა ესკალაცია. ავიამზიდები და ბომბდამშენები ნელა გადაადგილდებიან. ისინი დიპლომატებს მოლაპარაკებისთვის დროს აძლევენ. წინასწარ განთავსებული ავტონომიური სისტემების ჯგუფი დაპროგრამებულია. თავისით ჩაერთოს, როგორც კი ზღვარი გადაილახება. პოლიტიკურ ლიდერებს შეიძლება თავი ომში ამოჰყონ, რომელიც მანქანებმა დაიწყეს მანამდე, სანამ დიპლომატიას შანსი მიეცემოდა. 2030-იანი წლების დასაწყისისთვის ფორდის კლასის ხომალდები კვლავ იარსებებს, მაგრამ მათი მისიის პროფილი განსხვავებული იქნება. ავიამზიდები ტაივანის სრუტეში აღარ შევლენ, თუმცა ისინი რაკეტების მოქმედების ზონას გარეთ დარჩებიან და უპილოტო სისტემებს წინ გაუშვებენ. ისინი სარდლობის კვანძებად იმუშავებენ ასობით მილით დაშორებული ჯგუფებისთვის. მებრძოლი პილოტები კვლავ იფრენენ, მაგრამ მათი რაოდენობა ნაკლები იქნება. მათი ამოცანა იქნება ავტონომიური თანმხლები უპილოტოების დაჯგუფებების მართვა, ნაცვლად იმისა, რომ ინდივიდუალური თვითმფრინავებით შევიდნენ სადაო საჰაერო სივრცეში. მეზღვაურები კვლავ აქტიურები იქნებიან, მაგრამ მათი სადესანტო ძალები უფრო მცირე და გაფანტული იქნება. ისინი გარშემორტყმული იქნებიან ავტონომიური დაზვერვით, რომელიც ამოიცნობს და გაანეიტრალებს საფრთხეებს მანამდე, სანამ რომელიმე მეზღვაური ფეხს დაადგამს სანაპიროზე. მაგრამ სიმძიმის ცენტრი უკვე შეიცვალა. პენტაგონის ბიუჯეტში ყველაზე ძვირად ხირებული ხაზი აღარ არის ახალი გამანადგურებლის ან ახალი ავიამზიდის აშენება. ეხლა ეს არის ჯოგის შექმნა. ბრძოლა, რომლის მოსვლასაც ვაშინგტონში ყველა ელოდება, ტაივანისთვის ბრძოლაა და აღარავის ჯერა, რომ მე-20 საუკუნისთვის შექმნილი ძალების სტრუქტურა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. ეს ბრძოლა მოიგებს ან წააგებს იმ ძალა, რომელიც პენტაგონმა ყველას თვალწინ შეკრა. ბიუჯეტის ხაზის უკან, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას, სპეციალური ოპერაციების სარდლობის შიგნით, რომელმაც არასდროს თქვა ხმამაღლა, რისთვისაც იქმნებოდა. სამხედრო სამსახური ყველაფერში, გარდა სახელისა.
შემდეგი დიდი ძალაუფლების ომის პირველი გასროლა შეიძლება მოახდინოს მანქანამ, რომელიც სამიზნეებს ადამიანებზე სწრაფად არჩევს, ვიდრე ვიდრე ისინი ჩაერევიან. კოდი გადაწყვეტს შედეგს მანამდე, სანამ ადამიანები მივლენ. მეშვიდე შტო უკვე ფუნქციონირებს. უბრალოდ ესჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ და თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.